ასაკრძალი პარტიების სიაში ფედერალისტების დამატებას უპასუხეს ადრესატებმაც ქართული ოცნების ინიციატივას შეფასებების სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც მოჰყვა. ეს არის ხელისუფლების სისუსტის, ანუ რეჟიმის სისუსტის გამოხატულება, იმიტომ რომ 9 თვიანი ვადა გაზდით ახლა იმაზე, რა ქვია, იმ სარჩელზე და ან უნდა აკრძალონ და ან კიდე რაღაც ახალი უნდა მოიფიქრონ და ვადა გადაიგრძელეს, იმიტომ რომ არც ბოლომდე იმისი აწევის თავი აქვს, რომ პარტიები აკრძალონ. რაც შეეხება იმას, ეს რეჟიმი მაინც ქუჩით, საერთაშორისო სანქციებით და დემოკრატიული ალტერნატივით დამარცხდება და ჩვენ ახლა ვართ დემოკრატიული ალტერნატივის შექმნის პროცესში. იმისთვის რომ ხალხს უთხრათ რა მოხდება რეჟიმის მარცხის შემდეგ. ერთადერთი ვინც კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყო საქართველოში, ეს არის ქართული ოცნება, 78 მუხლი თავზე დაგვამხო და ის პოლიტიკური ძალები, ოპონენტები, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას, ფაქტობრივად აკრძალვა გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ. ეს საკონსტიტუციო საჩივარი და მისი გაფართოება ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს, ამის იურიდიული გაფორმებას წარმოადგენს ეს განცხადება. ისინი საუბრობენ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიანი რევოლუციების გზით ხელისუფლების შეცვლაზე, რითაც რეალურად ამით ისინი შენიღბავენ მათ მიზანს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ რაღაცნაირად ესეთი რევოლუციური თუ არაკონსტიტუციური პროცესებით მოხდეს ხელისუფლების დამხობა და მათი ხელისუფლებაში მოსვლა. რა თქმა უნდა, ეს მისია მათთვის შეუსრულებელი იქნება, მაგრამ ეს არის ქმედებები და ეს ის შემთხვევა, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ ვიმსჯელოთ სწორედ აი ასეთი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაზე. ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია იმით, რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალებები, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, ემსახუროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივად ვიცით ხო ყველამ, რომ აგენტურა არის ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ეს დაჯგუფებები, მოღალატეები შექმნილიყო და ეს ხელწერა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არ არის, ზოგადად ყველგან სადაც არის პოლიტიკური ინტერესი, ყველგან ერთ და იგივე დამოკიდებულება აქვს და ეს თემა გაშიფრულია აბსოლუტურად ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვინ საიდან ფინანსდება, ვის რა და ვინ ყავთ პატრონები და რა არის მათი მთავარი ნიშნები. შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან ამას ყოველთვის მოხდება რეაგირება.